თემურ, მე შენი ხელოვნების თაყვანისმცემლებს მინდა უთხრა, რომ ელით სიურპრიზი. არ დამასწრო და მე ვიტყვი. მეგობრებო, თქვენ გელით სიურპრიზი, გამოდის თემურის ახალი სიმღერა ფირფიტა, რომელშიც შესულია ბოლო პერიოდის, არა თუ არ ვცდები? არა, და შემთხვევაში სულ ახალი სიმღერებია. მით უკეთესი. ერთი სიმღერა შევიდა, ეს არის იყიდება საქართველოს როგორც ბასილაიას. კი, ბასილაიას ალექსანდრესი. ახალი სპექტაკლიდან პიროსმანიდან არის ეს. უკვე რამდენი ხანია ამაზე ყვირი, რომ ახალი სპექტაკლი, ეხლაც გეტყვით, რომ ოქტომბრის თვეში. მე საესტრადო პანორამაშიც მაგაზე ლაპარაკობ. კი, მაგრამ რთული გამოდგა მაგის დადგმა და ოქტომბრის თვეში უკვე გეკნებათ საშუალება იხილოთ ფილარმონიის დიდ დარბაზში ეგ ახალი სპექტაკლი. ეხლა კი გაჩვენებ ფირფიტას, ასეთია ფირფიტა. ესაც არ დამთავრებია. აჰა, ეს უკვე რეპერტუარი. ეს რეპერტუარი, ეს ჩემი ოჯახი გახლავთ. მაინც ხალხმა რო ახლონახოს ვინ არიან, ესაც ჩემი მეუღლის ლილის ზვაურის ნამუშევარი სურათი შევიდა, ისე რომ ძალიან ლამაზია. რატომღაც მეგონა რომ ლამაზია ხარ და უდაოდ. თვითონ შეაფასებს ალბათ. თემურ, მე მგონი უპრიანი იქნებოდა გვეთქვა იმის შესახებ, რომ ფირფიტა არის საქველმოქმედო და მყავს სპონსორი, ესე არ არის? კი, ეგ აუცილებელია, იმიტომ ამ ახალ პერიოდთან, ახალ დროსთან დაკავშირებით ეს ფირფიტის გამოშვებაც მაგას დაუკავშირეთ, სპონსორი გახლავთ სააქციონერო საზოგადოება პორფირიტი. იგი დამიდგა თავდებად, მან გადაიხადა თანხა ამ ფირფიტის გამოსაშვებად და ფირფიტა უკვე დამზადდა და დღე-დღეზე გამოვა მაღაზიებში გასაყიდად. რაც შეეხება ქველმოქმედებას, ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვიტყვი. მთელი თანხა, მთელი ჩემი გონორარი, რაც კი ამ ფირფიტიდან მეკუთვნის, გადაირიცხება საქართველოს ფონდში. ფირფიტა, რამდენადაც ვიცი, ყოველი შემოქმედის, ყოველი მომღერლის ცხოვრებაში რაღაც ისეთი ახალი საეტაპო მოვლენა ხომაც. კეთევან შენ გენაცვალე, ესია. ფრიად რთული იყო და ფრიად რთულია ფირფიტის გაკეთება. იმიტომ რომ კონკრეტდება 10 სიმღერაში უნდა მიაწოდო ის, რაც შენ გაგიკეთები რაღაც გარკვეულ პერიოდში შენი ცხოვრებისა. შენი გემოვნება აჩვენო, ის მიმდინარეობა აჩვენო, ის პოლიტიკური მდგომარეობა აჩვენო, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, შენი სულიერი ზრდა იმ მომენტში. ამიტომ ამ ფირფიტის შექმნასაც თანსდევდა ზუსტად აი ესეთი წვადად დაგვა. ბევრი მუშაობა ჩატარდა და მით მაქვს საშუალება და უხდი კომპოზიტორ ბორის შხიანს დიდ მადლობას მისი ასეთი უზადო და გემოვნებიანი დახმარებისთვის. ასე სხვა კომპოზიტორებსაც ახლა ყველას ვერ მოყვები, იმიტომ ფრიად ბევრმა მიიღო მონაწილეობა ამ ფირფიტის შექმნაში. მიამაყება, იმიტომ საამაყო ამასა ფირფიტა ერთ-ერთი ეტაპია მომღერლის შემოქმედების ცხოვრებაში. დანარჩენი კი შეიძენს მაყურებელი ალბათ იმედი მაქვს და და ნახავენ თუ რა არის, მოისმენენ თუ რა არის. რას გვიმღერებ დღეს? კი, გავერთი ლაპარაკი სხვა. დღეს გიმღერებთ ერთ სიმღერას, ეს ძველი სიმღერა, სხვათა შორის დაახლოებით 25 წლის სიმღერა. დიდი ხანია მქონდა ჩაფიქრებული ამ სიმღერის ახლებურად გაკეთება და ახლებურად მიწოდება მაყურებლისადმი. ეს გახლავს ინოლა გურგულიას სიმღერა მეგანა. წაგიმღერო თუ გახსოვს? მეგანა, ასე ბევრი რა მინდა, მეგანა, მსურდა ოდესმე ბევრი. ამას მიუსადაგეთ ახალი რითმი და ფრიად და მშვენი ლამაზი სიმღერა გამოვიდა. და რატომ ინოლა გურგულიას? ის ხონებული ჩემი კი, ადამიანი, ამოუწურავი ხელოვანი იყო, პოეტი იყო. და მასწავლებელი იყო ჩემი. მე მასწავლე უცხოენთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. და ალბათ პირველი ნაბიჯები რაც ესტრადასთან მომიყვანა და სიმღერასთან ინოლა მასწავლა და ინოლა სახელთან არის დაკავშირებული და ამით ვაგებ მის ნათელხსოვნას რაღაც პატივს მაინც მივაგებ თქვა და მითომ შევასრულე და გთავაზობთ ბატონებო აი ამ სიმღერას.
ასე ბევრი რამ მინდა მეგანა სულ დაუდეს მე ბევრი ღიმილი მინდა სხვა არაფერი შენ დამჭი მხოლოდ გულს მიკლავ შენი სიშორე მახრჩობ და ვერ მოგიშორე და რადგან მინდიხარ რატომ მაწვალებას არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე მე ვიცი თმებზე და მეტყოთობა მე ვიცი მალე სიბერეც მხოლოდ შენ გულს მიკლავ შენი სიშორე მარჩობ და ვერ მოგიშორე და რად მინდიხარ რატომ მაწვალებასე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი